საღამო მშვიდობისა. ეთერშია გადაცემა ჩვენ. მე თამარ ჩიქოვანი ვარ. არჩევნები დასრულდა. ვიღაცა გახარებულია, ვიღაცა გაბრაზებული, ვიღაცა გაკრუებული. თუმცა დღეს ჩვენ არჩევნების შედეგებზე არ ვისაუბრებთ. დღეს ჩვენ ზაზა შათირიშვილთან ერთად ახალ ნაციონალურ პროექტზე ვისაუბრებთ. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს საღამო ჩემი სტუმარი ხართ. ალბათ რაღაცა პერიოდის განმავლობაში მაინც ადგილობრივი არჩევნების შედეგი იქნება გარკვეულწილად დისკუსიის საგანი. მე მინდა მაინც გავიხსენოთ, რატომ დაინიშნა რიგარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პირველი მიზანი ხელისუფლების იყო ის, რომ დასავლეთისთვის ეჩვენებინა, რომ ის არის დემოკრატიული და არჩევნებზე წავიდა, თბილისის მერის არჩევნებიც კი ჩაატარა. ხოლო ოპოზიციის მიზანი იყო გარკვეულწილად, რომ თქვათ საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია. ეს მიზნები რამდენად შესრულდა ადგილობრივი არჩევნების შედეგად? მე ესე ვიტყოდი, რომ მოდით ცოტა დავიწყოთ უფრო 2007 წლიდან დავიწყოთ. თუ წინააღმდეგი არ იქნება 7 ნოემბრიდან. გვინდა არ გვინდა მაინც ეს ადგილობრივი არჩევნები არის აი ამ კონტექსტში, სწორედ ის რაც იწყება 7 ნოემბრის შემდეგ, ხო? პრაქტიკულად გამოჩნდა ესეთი რამ. ის იდეა და პროექტი, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, დაეჯახა ძალიან დიდ წინააღმდეგობას. ეხლა შეიძლება აქ ორი ინტერპრეტაცია. დავუშვათ ერთი ოფიციალური, მეორე დავუშვათ თქვათ ასე ოპოზიციური თუ კრიტიკული გნებავთ, რომ აი ხელისუფლება აპირებდა მოდერნიზაციას, ვესტერნიზაციას, თქვათ ასე ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას, ხო? 7 უკაცრავად ვარდების რევოლუცია, როგორც ახალი საქართველოს იდეა, რომელიც უნდა განთავისუფლებულიყო შევარდნაძის კორუფციული ქაოსისაგან და რაღაც ახალი ინსტიტუციები, არაკორუმპირებული საქართველო და რაღაც ეგეთი. საბჭოთა წარსული. კი. 4 წლის განმავლობაში, კი, ეს იდეა დავუშვათ იყო, 4 წლის განმავლობაში მოხდა ისე, რომ პრაქტიკულად ამ იდეის განხორციელება ხდებოდა იმ სისტემით, რასაც შეიძლება უწოდოთ მიზანი ამართლებს საშუალებებს და მე მოხდა ძალიან სერიოზული, მოდი ესე ვთქვათ, ძალიან სერიოზული და შეიძლება გაუთვალისწინებელიც კი, მოდი ესე ვიტყვი, აღრევა მიზნების, საშუალებების და სხვადასხვა გზების, ხო? მაგალითად მოხდა ესეთი რაღაცა, როგორც არის გირგულიანის кейსი თავისთავად არის ძალიან სერიოზული, ხო? როდესაც მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება ამუშავდა ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მეორე მომენტი, ან პირველი, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, ორივე ძალიან სერიოზული არის, რა საკუთრების ხელყოფა და საკუთრებასთან დაპირისპირება. ანუ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ლიბერალიზმი და ლიბერალური დემოკრატია ეს არის უპირველეს ყოვლისა კერძო ადამიანის ინტერესი და სახელმწიფოს მოდი ესე ვთქვათ, გამაშვალებელი როლი, რაც უფრო ნაკლებად ერევა სახელმწიფო ადამიანის ცხოვრებაში, თუ ის კანონს არ არღვევს და მისი ინიციატივის გამოთავისუფლება ყველაფერი საწინააღმდეგოდ მოხდა. აქ ახლა შეიძლება ვთქვათ, რაღაც შემოვიყვანოთ რაღაც ესეთი ფიგურები და ვთქვათ, რომ ეს იყო დაპირისპირება ამასა და ამას შორის, იმასა და იმას შორის, მაგრამ გინდა არ გინდა, ესეთი რაღაცები მოხდა. ახლა რა იდეაც არ უნდა იყოს, მოხდა საკუთრების ხელყოფა, მოხდა ძალადობა, მოხდა აი ლიბერალური ღირებულებების და დემოკრატიის როგორც ფორმის გვერდზე გადადება. და გაისმა ესეთი ლოზუნგიც კი, აი ზუსტად 7 ნოემბრის წინ, რომ ჩვენ არ გვინდა დემოკრატია ინტელექტუალების, სამთავრობო ინტელექტუალების მხრიდან, რომ არა დემოკრატია, არამედ ჯერ ვესტერნიზაცია, მოდი ჯერ გავაკეთოთ აი ეს დასავლური ტექნოლოგიები და რაღაცეები და მე იყოს დემოკრატია. ეს თან ყველაზე უფრო სასაცილო იყო ის, რომ როგორც 24 თებერვალს მიიღეს 1925 წელს კონსტიტუცია და მეორე დღეს რუსები შემოვიდნენ. ეხლა მე ვიცი რომ ეს ანალოგია შეიძლება ბევრმა სხვადასხვანაირად გამოიყენოს, მაგრამ რაღაცა ეს გაახმოვანეს ეს ყველაფერი 7 ნოემბრამდე 2-3 დღით ადრე. მაშინ როდესაც რეალობა უკვე სხვანაირი იყო, იქ ვესტერნიზაციის სუნი აღარც იდიკა, თქვა და ასე. მე მოხდა ეს ყველაფერი, რაც მოხდა და საბოლოო ჯამში 4 წლის გამოშვების საშუალებად იქცა ადგილობრივი არჩევნები. არა, ჯერ იყო საპრეზიდენტო, მერე იყო საპარლამენტო და ბოლოს ადგილობრივი. ეს ყველაფერი. მაგრამ
მოდით ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს ჰქონდა კიდე ერთი ძალიან სერიოზული იდეა, ეს რა იყო? საქართველოს როგორც ახალი ისრაელი. საქართველოს როგორც მარშალ მანერჰაიმის ახალი ხაზი, რომელმაც უნდა ითამაშოს თავისი სერიოზული როლი რეგიონში ორი სახელმწიფოს თუ ძლიერი სახელმწიფოს დაპირისპირებაში. საქართველოს როლი არის რა? რუსეთის დაშლა. 2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ რუსეთი მალე დაიშლება, საქართველოს უნდა იყოს მანერჰაიმის რკალი და უკაცრავად ხაზი და მანერჰაიმის ხაზს სხვადასხვანაირად აპიარებდნენ სამთავრობო ინტელექტუალები და პირველ არხზე მიდიოდა ფილმები ფინელებისა და რუსების ბრძოლა 39 წელს და ასე შემდეგ. ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, ხო, ასეა თუ ისეა 2008 წლის აგვისტოში ეს ისრაელი დაამარცხეს. ახალი ისრაელი, საქართველოს როგორც ახალი ისრაელი დაამარცხეს და მოხდა ის, რომ ეს პროექტი, მანერჰაიმის პროექტი ჩავარდა, თქვა ასე და დღეს ხდება რა? ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. იცით რა, არჩევნები ამ შემთხვევაში შეიძლება ნაკლებ მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხდება ახალი ისრაელის გარდაქმნა ახალ სინგაპურად. ვინ უნდა ჩადოს ამ ახალ სინგაპურში ფული? მოდი ესე ვთქვათ, დაუშვათ ხელისუფლება მართალია და რუსეთი ყოველწამს შეიძლება შემოვიდეს. რომელი ჭკვატყოფილი ინვესტორი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც შეიძლება ყოველწამს რუსეთი შემოვიდეს. აი ვიზიარებ ხელისუფლების პოზიციას და აი დაუშვათ და ვამბობ, რომ კი, მართალია ხელისუფლება, მაგრამ მე არა ვარ ქართველი მილიარდერი და მე ვარ უცხოელი აი ვიღაცა მილიარდერი და მინდა ჩავდო ფული. რატო ჩავდებ საქართველოში ფულს? საერთოდ შეიძლება ყოველ წუთს დაიწყოს მომენტი. დაუშვათ მართალია საწინააღმდეგო მხარე და ამბობს, რომ აი საქართველოს ყოველწამს შეიძლება გაუთვალისწინებელი რაღაც. ასევე არ ჩავდებ ამაში ფულს. ანუ ახალი სინგაპურის იდეაც არის განწირული. ანუ ახალი სინგაპური ეს არის ახალი მუხროვანი, ახალი განმუხური და ანუ რეალურად რა ხდება? რა გააკეთა ამ არჩევნებმა? რეალურად ამ არჩევნებმა გააკეთა ის, რომ 2003-2007 წლის მოდი ესე ვთქვათ, იდეა, აგრესიული იდეა, მოდი აგრესიულს ახლა ამ შემთხვევაში არ ვიტყვი, რომ მაინც სულს გულისხმობ, ხო? აი აგრესიული ვესტერნიზაციის და რაღაცის ჩავარდა და მოდი ესე ვთქვათ, ასევე მეტაფორულად ვამბობ, ესეთი დღის აგრესია შეიცვალა ღამის აგრესიით. ანუ თუ მანამდე 2007 წლამდე იყო ესეთი პირდაპირი აგრესია, რომელიც თვალხილული იყო და ხედავდი. შოკში ჩააგდო დასავლეთი, თქვა და სადაც ძალადობა საჯარო სივრცეში უბრალოდ გამორიცხულია და ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო, ამიტომ შეიცვალა გაფანტული ესეთი დაფარული აგრესიით, ხო? ამან გამოიწვია ის, რომ დიალექტიკურად რეზისტანსი დაპირისპირება საზოგადოების მხრიდან ამ შიშველ ძალადობასთან ასევე შემცირდა და რაღაცნაირად გაიფანტასავით. აი და აქედან გამომდინარე, მოდი ესე მეტაფორულად ვიტყვი, თუ 2003-2007 წლები ეს იყო რაღაცნაირად სტალინური ტიპის აგრესია, დღეს გვაქვს რაღაცნაირი ესეთი ზასტოი. ანუ რაღაცა ესეთი ჭაობი დადგა, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ხელისუფლებასაც რეალურად არანაირი იდეა არ აქვს, გირგულიანების მოკლას ესე ხილულად არ აპირებს. ნუ ეხლა რა თქმა უნდა ძალადობას აგრძელებს, მაგრამ ეს ძალადობა სხვანაირი ტიპის ძალადობა და რეალურად ვიღებთ იმას, ამიტომ რეზისტანსიც ნაკლებია და დაპირისპირებაც საზოგადოების მხრიდან ნაკლებია და ვიღებთ მოდი ესე ვთქვათ, მათ დაამარცხეს ერთურთი არ დარჩნენ სახელიანი. ამ შემთხვევაში სახელიანის მოგეთ უსახელო. ყივჩაღის პაიამანის ფინალია. ერთი აქეთ წევს, მეორე იქით წევს და ვართ ჭაობში საზოგადოება როგორც ასეთი. აი ეს არის ჩემი შეხედულება. და ამ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიცია ლაპარაკობს თუ გააგრძელებს ამაზე ლაპარაკს, რომ ეს დამარცხება არის გამარჯვება, ფაქტობრივად ისეთივე მოდელირებული ქრონიკაა, როგორც ხელისუფლების საუბარი იმაზე, რომ აგვისტოს ომი იყო დამარცხება და ჩვენ რუსეთს ნიღაბით ჩამოვხსენით. ხო, გესმით, აი ესეც რაღაც უკვე ორი შიზოფრენია გამოდის და ჩვენ საზოგადოებამ უნდა გავიაროთ ამ ორ შიზოფრენიას შორის მაშინ. თუ ისე ვამბობ, თუ ოპოზიცია გააგრძელებს ამაზე საუბარს. მეორე მხრივ საზოგადოება, რომელიც ამას ყველაფერს უყურებს და ალბათ თავისი აზრი აქვს, მაგრამ არ ჩქარობს საკუთარი აზრის გამოხატვას, არის ან დეპრესიაში, ან ფრუსტრაციაში, ან დაბნეული, ან გაბრაზებული, ან ანუ საზოგადოებაში სხვადასხვანაირი განწყობილებები აქვს, განსაკუთრებით აი პირველად რომ გამოაცხადეს პირველადი შედეგები და ითქვა რომ აი 60%, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი იყოს სრულ შოკში. კი, რა თქმა უნდა და მეც ვიცი, იცით რა არის ანუ მოლოდინი, რომელიც არსებობდა, ანუ როდესაც ოპოზიციის საკმაოდ დიდი ნაწილი, ვინც არჩევნებში მონაწილეობდა, ამბობდა რომ ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას და პირველ რიგში საზოგადოებას, რომ საქართველოში ბოლო-ბოლო ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა